თავროლში არის არგენტინელი გენიოსი ალფრედო დი სტეფანო. 1953 წელს ის თამაშობდა კოლუმბიურ კლუბ მილიონარიოსში. თუმცა მისი სატრანსფერო უფლებები ასევე ეკუთვნოდა არგენტინულ კლუბს River Plate-ს. სიტუაცია საკმაოდ რთული იყო. ბარსელონამ სწრაფად იმოქმედა და მოელაპარაკა River Plate-ს. დი სტეფანო კი ესპანეთში ჩამოიყვანეს. დი სტეფანომ ამხანაგური მატჩიც კი ჩაატარა ბარსელონას მაისურით. კატალონიას ზეიმობს, მათ საუკეთესო ფეხბურთელი ყავთ მსოფლიოში. თუმცა, რა თქმა უნდა, სცენაზე გამოდის რეალ მადრიდი და მისი ლეგენდარული პრეზიდენტი, სანტიაგო ბერნაბეუ. მან მოახერხა მილიონარიოსთან შეთანხმება და აქ წარმოიშვა სამართლებრივი ქაოსი. ვის ეკუთვნის ახლა ფეხბურთელი? საქმეში ჩაირია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც რა თქმა უნდა ფრანკოს რეჟიმის კონტროლის ქვეშ იყო. მათ მიიღეს აბსურდული გადაწყვეტილება. დი სტეფანოს უნდა ეთამაშა მონაცვლეობით. 1 წელი ბარსელონაში, 1 წელი რეალში, 4 წლის განმავლობაში. ბარსელონამ ეს გადაწყვეტილება მიიღო როგორც შეურაცხყოფა და გადაწყვიტა ფეხბურთელის წილი მიეყიდა მადრიდის რეალისტვის. ხოლო რაც მოხდა შემდეგ ყველამ კარგად ვიცით. დი სტეფანო გახდა რეალ მადრიდის საუკეთესო ფეხბურთელი. თავის პირველივე ელ კლასიკოში მან ჰეტ-ტრიკი შეასრულა. რეალს ზედიზედ 5-ჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი მოაგებინა და მე-20 საუკუნის საუკეთესო გუნდად აქცია. კატალონიელებისთვის ეს იყო უდიდესი ტრავმა. ისინი ყოველთვის იტყვიან, რომ დი სტეფანო მათ რეჟიმის დახმარებით მოპარეს.